თეირანი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ კიდევ ვისაუბრებენ. დაძაბულობის 10 წლების ფონზე ეს დიდი პროგრესია. 19 აპრილს ერთი და მეორე ქვეყნის დიპლომატებს რომში ელოდებიან. ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბრები უნდა გაგრძელდეს, თუმცა რომამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავა. ამერიკელებთან მიმდინარე მოლაპარაკებები სტრატეგიულ პარტნიორებთანაც უნდა განიხილოს. ესაა წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში, რომელიც კვირის ბოლოს შედგება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა იქნება გამოყენებული მასკატში მიმდინარე მოლაპარაკებების განსახილველადაც. თუ ჩვენ გვსურს ეფექტური მოლაპარაკებები და თუ სერიოზულად ვუდგებით დიპლომატიურ ძალისხმევას, სწორედ უნდა შევარჩიოთ მიდგომები. მუქარისა და დომინაციის ენა ვერ იქნება შედეგიანი. თუ მეორე მხარე გადადგამს ძალისხმევას სანქციების შემსუბუქების თვალსაზრისით, ამის გარანტიებიც უნდა წარმოადგინოს. ეს არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვები. სიტყვებთან სიფრთხილეს იჩენს ამერიკის შეერთებული შტატებიც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლიდერი არც ხისტ განცხადებებს მორიდებია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მანამდე დააანონსა, რომ თუ ირანთან შეთანხმება ვერ შედგება და მას ბირთვული პროგრამის შემცირებაზე ვერ დაითანხმებენ, ისრაელის დახმარებით იქნება სამხედრო პასუხი. ამჟამად ორი ქვეყანა ურთიერთობების პოზიტიურ ფაზაში არიან, შესაბამისად, ტრამპიც დიპლომატიურია. მე ბევრ სხვადასხვა ჯგუფს შევხვდი ირანიდან და ვფიქრობ, ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სწრაფად მივიღებთ. ეს მალე მოხდება. მოლაპარაკებები კარგად მიდის. მეც ვერაფერს გეტყვით, რადგან ამას მნიშვნელობა არ ექნება, ვიდრე შედეგი არ იქნება. ამიტომაც არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა ამასთან გეტყვით, რომ ირანთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის.